მოგესალმებით. დღეს რამდენია რიცხვი? 15 იანვარი, ჯერ კიდევ სადღესასწაულო განწყობაზე ვართ. ბატონი ამბროსი გრიშიკაშვილი, ჩემი დღევანდელი სტუმარი, იყო ერთხელ ჩემთან, მაგრამ ეს იყო სხვა წელს, 2015 წელს, სხვა თვე იყო, დეკემბერი, ახლა უკვე სხვა წელია, სხვა თვე არის და ჩვენ უკვე ნაცნობები ვართ, მაშინ არ ვიცნობდით ერთმანეთს და ისე დავიწყეთ. მე მინდა გაგაცნოთ ბატონი ამბროსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე. იგი ნაყოფიერად მუშაობს როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე ეწევა საინტერესო მთარგმნელობით მოღვაწეობას. მას გამოქვეყნებული აქვს 20-მდე ეკონომიური ხასიათის წიგნი თუ ბროშურა, უამრავი საგაზეთო თუ საჟურნალო წერილი და სტატია, ასევე 30-ზე მეტი თარგმნილი ლიტერატურა, როგორც ხატრული, ისე რეპორტიორული ხასიათის. გრიშიკაშვილი ავტორია რამდენიმე ორიგინალური ბიოგრაფიული ნაწარმოების, ნობელიანტი პოეტის, მილოშის, ჰერბერტის, კაპუჩინსკის და სხვათა. აი რაც კი დაუწერია ბატონ ამბროსის წიგნები და თავისი მნიშვნელოვანი სტატიები, იმათი მოკლე შინაარსი არის აი ამ წიგნში. ეს წიგნი მან მომიტანა წინა სტუმრობაზე და დამიტოვა მაჩუკა. დიდი მადლობა ამისათვის. მე ეს წიგნი გადავიკითხე და მადლობა. აი ასეთი შტაბეშტილება დამრჩა, რომ ვინც ამ თქვენს ნაწერებს წაიკითხავს, თქვენს თარგმანებს წაიკითხავს, აი პოეტი რომ არის, ქართველი თავადის ქალი რო ყოლდა ცოლი და კიდე უამრავი ისეთი, ესე იგი ბატონი გრიშიკაშვილის მიდგომა ამ პოლონელი მოღვაწეების მიმართ ძირითადად მაინც განპირობებულია მათი ქართველებთან ინტეგრაციის ხარისხით, ხომ ასეა? და აი ეს ყველაფერი აქ ჩანს ძალიან მოკლედ და მართალი გითხრათ, ძალიან მინდა ის ლიტერატურა, ასე ვთქვათ, აქ მოკლე შინაარსი იწერია და ისიც შევიძინო, უნდა გავიგო სად არის, როგორ იყიდება და შევიძენ, იმიტომ რომ აშკარად ხედავ, რომ ყველაფერი იმის წაკითხვა გამამდიდრებს და სარგებლობას მომიტანს. თქვენი ისეთი პატივმცემელი ვარ მე, რომ ზოგიერთებს გაჩუქებთ, რომელიც შემორჩენილი მაქვს ჯერ კიდევ. დიდი მადლობა. მე თუ სამაგირო რამე შემეძლება, ასევე ვიზამ. დაიხარე. ესე იგი, აი ამის გაცნობამ მე ცოტა სხვა იდეებიც დაგიბადათ. სხვა იდეებიც გამიჩნდა. ამის გაცნობის შემდეგ, რომ აი თქვენ ხართ, ესე იგი, პოლონური კულტურის კარგი მცოდნე. და არა მარტო პოლონურის, არამედ გამოდის ზოგად ევროპული კულტურის, იმიტომ რომ პოლონეთი ახლა გეოგრაფიულად თუ ავიღეთ, ცენტრია ევროპის. თუ ურალანდია ევროპა, მიდან ატლანტიკის ოკეანიდან, აი პოლონეთი ზუსტად დაახლოებით შუა ადგილას არის და იმას ასეთი ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა როგორც გერმანიასთან, ასევე საფრანგეთთან, ასევე ავსტრო-უნგრეთის იმპერიასთან და საერთოდ ესე იგი ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია პოლონეთის ისტორიაში, მან იცის, რომ უაღრესად საინტერესო პიროვნებები ყავდა. მე მაგალითად რამოდენიმე თვის წინ წავაწყდი, რომ ერთი მხედართმთავარი ყოლია, რომელსაც მე მგონი არასოდეს არ წაუგია ბრძოლა თურქებთან და იბრძოდა და იცავდა და ხა არ ვიცი ეს გვარი დამავიწყდა, მაგრამ ძალიან დიდი სიმპათიებით განვეწყო აი პოლონეთის და პოლონელი ხალხის მიმართ. ახლა ის რომ ჩემი ძმისშვილი იქ ცხოვრობს და სიძე ყოლბაია და მისი მეუღლე ჩემი სოფო ჟვანია,
და იქ ორი ჩემი ძმისშვილის შვილიშვილები ცხოვრობენ ამ პოლონეთში და ყველანი ისინი არიან ჩართული სწორედ აი ამ კულტურულ ურთიერთობებში და საქართველოს და პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ. დიდ საქმეს აკეთებ. დიდ საქმეს, ხო, აი იგივე ჩვენი ფერაძის ფენომენზე ფაქტიურად მან წამოწია ეს და მისაც სხვა ჟღერადობა ამ თემას და სპეციალური ალბომები მიუძღვნეს ფერაძის დიახ ნაშრომებს. ის ხომ ვარშავის უნივერსიტეტში ასწავლიდა ფერაძე და პოლონურად წერდა ძალიან ბევრს. და დავითმა ეს ყველაფერი შეისწავლა, ითარგმნა, მეც ძალიან ბევრი თარგმნე და რამდენიმე წიგნი ალბომი გამოიცა. დიახ, და მას ჟურნალიც აქვს, რომელიც ბრაჯორჯია პერიოდულად გამოდის. ბრაგეორგია, კი. დიახ, და მოკლედ დიდ საქმეს აკეთებს. ახლა გადმოვიდეთ საქართველოში. აი რატომ გავაკეთე ეს შესავალი, ახლა მას მე გეტყვით. ესე იგი თქვენ ძირფაცოდ თანა მოხალხენო მაყურებლებო ჩვენო უკვე იცით ვინ არის ჩემი სტუმარი და ახლა გეტყვით რატომ არის ეს კაცი ჩემთვის საინტერესო. ის რაც დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე ხდება მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ეს მაღელვებს. აი ეს სოფლიო დონის გლობალური პროცესები რო ხდება და ამ დროს რას აკეთებს ჩემი ქვეყანა იმისათვის რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, იმისათვის რომ ჩვენ პერსპექტივაში მაინც ხედავდეთ ჩვენი ქვეყნის გამფლიანებას, იმისათვის რომ ჩვენ ხედავდეთ ჩვენს ადგილს როგორც რეგიონში, ასევე სოფლიო პოლიტიკაში და ის რაც ახლა ხდება და ჩვენები რასაც აკეთებენ ეს მე მგონი არ არის ოპტიმალური და საერთოდ მე მგონი სწორი მიმართულებით არ მიყავს ჩვენს ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა. კარგით, რაც არის, ვიღაცა იძახის რომ სწორად აკეთებენ, აი უამრავი ხალხი არის რომელიც წერს რომ აი ბატონმა ბიძინან შვიდობა მოგვიტანა და შეგვინარჩუნა, ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მადლიერი და ასე შემდეგ. ბატონ ამბროსი, აი მე როგორც ერთი პიროვნება ვახში ჟვანია, რომელიც ვთვლი რომ მე ვარ ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. და მე ვამბობ რომ ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება არის სიყალბის მსახურება. ადამიანი ხედავს რაღაცა ერთს და ლაპარაკობს მეორეს. ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ სიმართლეს. პოეტი, მწერალი, რეჟისორი, რომელიც ვალდებულია, ახლა რა არის ხელოვნების, აი თქვენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ხართ პოლონეთის. ჩვენი ხელოვნების ესე იგი მოვალეობა და დანიშნულება რა არის? დანიშნულება არის რომ საზოგადოება მისი სულიერება აწიოს მაღლა და ის ემსახურებოდეს ღირსეულ დავალებას, ღირსეულ საქმიანობას ქვეყნისას და რომ ამ ჩვენმა პატარა ქვეყანამ როგორც აქამდე გააკეთა უამრავი რაღაცა შესძინა მსოფლიო კულტურას და არამარტო კულტურას, სამხედრო მეცნიერებასაც, ჩვენი დავით აღმაშენებელი და უამრავი ესეთი მხედართმთავრები, ასევე მხატვრობაში, ასევე მუსიკაში, ასევე ის რომ პირველი მეტალი ჩვენთან გამოიდნო, ის რომ ოქროს დამუშავება ჩვენი დაწყებულია, ის რომ პირველი ძაფი, რომელიც არსებობს, ესე იგი საქართველოშია ნაპოვნი, ესე იგი ესეც ჩვენია, პირველი წიფწა ღვინის ქვეყანა ვარ და ახლა უამრავი ასეთი რაღაცები გვაქვს. იგივე დამწერლობაში აგერ ჩვენი გია კვაშილავას ნამუშევრები მივყავართ 4000 წლის წინ და ესე იგი ლამის პირველი დამწერლობა ჩვენთან იყო. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი და ესე იგი ძალიან ღრმა ისინი გვაქვს ისტორია და
დღეს რას ვაკეთებთ? ხომ და ვიყოთ ჩვენ ღირსეული გამგზელებელი ამისით. ამ დროს ჩვენ რა ვართ? აი ჩვენ დღეს ვართ ის რომ უამრავი ხალხი წერს, ესე იგი უკანა ეზო რუსეთის კრიმინალური ხელისუფლების უკანა ეზო. ეგერ მოკლეს ჯანგირაშვილი არა გვარი თუ ვინ იყო ის ვიღაცა რომ არის მოკლეს რომლის დამკვეთი აღმოჩნდა ჩვენი ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, რომელიც აღმოჩნდა რომელიღაც ქურდული კლანის წევრი. 2 დღის წინ პირდაპირ თავის Facebook გადაცემაში ბატონმა შაშიაშვილმა პირდაპირ დაასახელა რომ მეშინია რუსეთში არა ისმის ეს კარგად იყოს ასე რუსეთში გამდიდრებული ქართველის იმიტომ რომ ვიცი და ის სწორია და მეც გადასტურებ ამას რომ რუსეთში კგბ-ს თან თუ არა ხარ შეკრული და ქართველ ქურდებთან თუ არა გაქვს ინტენსიური კავშირი შენ ვერ გამდიდრები. მით უმეტეს ახლა ამ პერიოდში და ეს დადგენილია და ამას ბევრი მტკიცება არ უნდა. და ეგ კიდევ უფრო ღრმავდება. და იქიდან მოსული ხალხი არის ახლა დღეს ჩვენთან ხელში. ბატონი ბიძინა არის რუსების წარმომადგენელი. ბატონმა ბიძინამ კაციშვილმა არის ის როგორი შობა ეს ფული. კაციშვილმა არის ის ეგ რაღაც ზღაპრები მიდის და მოდის. მაგრამ ფაქტია რომ აი დღეს იგივე შაშიაშვილმა მაშინ თქვა რომ დღეს რომ ყოფილი სასტუმრო რო არის საქართველოს იმის უკან დიდი ოფისია თურმე და ვისია ბერა იქ ხშირად ხდება ეს შვილი ბატონი ბიძინასი ქურდებთან ერთად დაიწერა და ითქვა ბევრმა გაიმეორა ეს ყოველ შემთხვევაში საპასუხო არავის არ უთქვი არა და უამრავი დამცველები ყავს ბატონ ბიძინას ხო ჩვენ ვიცით რომ ფარცხალაძე ესე იგი ყოფილა ასეთი კრიმინალი ორჯერ პრემიერ-მინისტრი ყოფილა კრიმინალი და 5 წლიანი და თანაც არ ვიცით რისთვის დაიჭირეს დღეს პატივცემული ბლოგერი არის ერთი ზაურ ნაჭყებია ხდებით ალბათ ხომ და იქ რაღაც დაგარდაეცვალა და ცოტა ხანი არ გამოჩენილა და აი დღეს გამოჩნდა მისი პირველი ნაწილი და ამაზე წერს მაგრამ რატომ გამომახვილე ყურადღება ესო კიო 6 მილიონი თუ რაღაც დაუჭიროს ალბათ მეტი იქნებოდა თუ ნაკლები არ ვიცი ეს რაღაცა მოკლედ არჩევს მაგრამ ტონალობა ისეთი არის რომ ესე იგი ეს მაინც დიდი დანაშაული არ არის იქ რაღაცა სხვა არის რომლისთვისაც ის დასაჯეს მე არ მომეწონა ძალიან არ მომეწონა ის რომ პრემიერ-მინისტრი რომელსაც 2 პერიოდი მინისტრი პრემიერი იყო მე MVD-ს მინისტრი იყო მე არმიის მინისტრი იყო და რომ შეკრიბო მისი ხელფასი ყველა ერთად რა თქმა უნდა 1 მილიონიც არ იქნება ის რაღაც ათასები იქნება იმ ხელფასებით რაც იყო და 6 მილიონი უნახეს სულ სხვა დანარჩენი არაფერი რომ არ იყოს ესე იგი როგორ შეიძლება გააკეთო დასკვნა რომ ეს კაცი არ არის კორუმპირებული ახლა მეუბნებიან რომ იმან რაღაცა გააცოცხლა თორემ კორუმპირებული არ არის მაშინ ამიხსენით როგორ მოხდა ეს ფული ესე იგი ვიღაცისგან კორუმპირებული არის კარგი ბიუჯეტიდან არ მოუპარავს კი ბატონო ბიუჯეტიდან არ მოუპარავს ვიღაცამ ხომ მოუტანა და მისცა და იმ ვიღაცამ ხომ იმ ლამაზი თვალებისთვის არ მისცა რაღაცისთვის მისცა და ის რაღაცა ხო სახელმწიფო ნიშნულობის იქნებოდა ხო? ესე იგი ეს კაცი არის კერი ქვეყნის მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ჩვენ მეცნიერება დავწერეთ მე თქვენ გაგატანეთ მაშინ ეს დოქტრინა ხო? იქ ერთ-ერთ პირველ ადგილზე გვიწერია რომ კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სამშობლოს ღალატს ეს რომ ჩაიწეროს რომ დოქტრინა დამტკიცდეს და რომ ის იყოს სახელმძღვანელო სხვა დანარჩენი დოკუმენტებისათვის როგორც ძირითად ცივილიზებულ ქვეყნებშია დიახ კორუფცია ღალატია და სამშობლოს პრობა აბრა
ხო და ახლა ძირითადი მიმართულება ამ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მინდა ახლა ასეთნაირად ჩამოვაყალიბო. რას ვაკეთებთ ჩვენ? აი ეს ხალხი, რომელსაც მიგვაჩნია თავი ინტელიგენტიად და რატომ ვსვამ ამ საკითხს იცით, რომ მე აი ხშირად ვარ მწერალთა კავშირში, ხან ის არის პრეზენტაცია რაღაც სხვათა შორის თქვენზეც, მაგრამ იქ შემეშალა და ვერ მოვერდი სხვა დროს ვიყავ. და მე საკმაოდ პირდაპირ გამოვდივარ და ვერ ხედავ რომ წერლების დიდი ნაწილი ხარს მიჭერდეს. ყველა ჩუმად, ყველა თავს იკავებს, ყველას ეშინია და ზოგიერთი კიდე პირდაპირ, ესე იგი, ხარში უდგას აი ამ კორუმპირებულ ყაჩაღ ქვეყნის მოღალატე ხელისუფლებას. რაც არ უნდა ცუდი გააკეთოს, აუცილებლად იპოვის მის გამართლებას. გინდათ აგერ ერთი პოსტი წაგიკითხოთ, პატარა პოსტი, პატარა. ეს არის ბატონი ედიშერ გვენეტაძე. აი აქედან გადაცემები მიყავს მას კვირაში ერთხელ აქ მოდის. რამდენჯერ თხოვე, მოდი ჩემთან გადაცემაში. არაო, მაშინ მე მოვალ შენთან გადაცემაში. არაო, საოცარ რაღაცებს წერს, რომელიც აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელია და ერთი-ორჯერ რო დავწერე მისი კრიტიკა, იქედან მე მაგინებს პირდაპირ მაგინებს მაქვს ესენი დაწერილი და ესე იგი თანაც მემუქრება გამანებე თავი ჩემს ველზე ნუ შემოდიხარ ჩემს ველზე მინდა ამატონო წავიკითხოთ გმირი ზელენსკი და აშშ-ს მიერ 45 წლიდან დასაჭურისებული ევროპელები რაც არ უნდა ეცადონ ომის გაგრძელებას, ომი მაინც დამთავრდება უმოკლეს პერიოდში უკრაინისა და ევროკავშირის კატასტროფული მარცხით. აი ამ სტილში აქვს ყველაფერი, დარწმუნებულია რომ ის უნდა დამარცხდეს, იქნებ მართლაც ესე მოხდეს, მაგრამ ამაში სასიხარულო მე ვერ ვხედავ. ამის წერა და ასეთნაირად გამოთქმა რომ მე აგინებს ამ ევროპელებს, აგინებს ყოველთვის ესენი დასაჭურისებული და რა ვიცი, საოცარი არ მინდა ამაზე ისტორიკოსია თან. ისტორიკოსია. ჯო ვინ გეკითხება შენ რატომ აგინებ ამ ევროპას ასეთნაირად ან იმ შეერთებულ შტატებს რატომ აგინებ რას მოხსებს რას მოგიტანს ჯერ ერთი ეს ისედაც არაპოლიტიკურია მაგრამ ჯო არ შეიძლება 2008 წელს ამერიკა რომ არა ჩვენ დაპყრობილი ვიქნებოდით რუსეთის მიერ შემოვიდა იმ ხელა გემი წყალი მოვიტანეო და ამ დროს დაძეძგილი ყოფილა თურმე იარაღით და შევაშინეთ ფაქტიურად ასე გამოვა კარგი ეს დიდი ის არ არის, მაგრამ მაინც არ ვარ ასეთი მე მგონი ამ ტონალობაში ლაპარაკი. ახლა რაც შეეხება აი გუშინ წინ გამოქვეყნეს ჩვენ თურმე 2022 წელთან შედარებით სამჯერ მეტად გავზარდეთ რუსეთიდან გაზის შესყიდვა. ამ დროს ჩვენი მეგობარი ქვეყანა რომელიც ძალიან რო გვიჭირდა მაშინ ხარჯი აზერბაიჯანი იმას პირიქით შევამცირეთ თანაც ამათ კიდე გაზარდეს ფასი მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს იმათი პრესიდან და დოკუმენტებიდან თუ გაიგებთ რომ ჩვენთან ეს კონტრაქტი გასაიდუმლებულია ჩვენ არ ვიცით რა საკეთებია ისე როგორც ამ არაბეთთან ურთიერთობის კონტრაქტი გასაიდუმლებულია ჩვენ არ ვიცით. მოკლედ კიდე გეუბნებით რომ ძალიან ცუდად იმართება ქვეყანა და კავშირი მთავრობასა და ხალხს შორის არ არის. ჩვენ ინტელიგენცია რას ვაკეთებთ? არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? თუ ტაში დაუკრათ და აი მე მყავს მეგობარი ერთი პოეტი არის მე გრულ და ქართულ ლექსებს, დიდებულ ლექსებს წერს, ზუგდი დელეგაცია. ასევე არის ერთი იქ აი ჩემი ტოლი და შეიძლება უფროსიც იყოს, ყოფილი პოლიციელი, იურისტი, იქ მეურნეობაში და სხვაგან მუშაობდა, ძალიან განათლებული კაცი. რაც გინდა თქვას ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეგრევე ესე იგი აგრძელებს მის გამართლებას ამ დროს არ შეიძლება მის გამართლება. არ შეიძლება ევროპის ასეთ ძაგება არ შეიძლება ილაპარაკო რომ აი ბიძინამ შვიდობა არ მოგვიტანა ბიძინამ შვიდობა ეს არ არის ის შვიდობა რომლისკენაც ჩვენ უნდა
მივისწრაფოდეთ და არც არავის არანაირი დოკუმენტი არ არსებობს რომ ვიღაცამ გითხრა რომ მოდი და იომე აქ პირიქით ის გიცავს აქეთ ამ ომისაგან და პირიქით მათთან კავშირი არის ჩვენი სტაბილურობის გარანტია ბევრი ვილაპარაკე ბატონოში თქვენი საუბრიდან განსაკუთრებით ის მომხდა გულზე სიმართლესთან დაკავშირებით რომ დიახ მაგრამ მე რაც შეგნებული ცხოვრებით ცხოვრობ დიახ დაბამის გამორთვა და გამორთვა ახლა კი ბატონო გამორთვა პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც მე თავი მოხსოვს მე ახლა მეფის რუსეთს არ მოვწერები ვარ მაგრამ სტალინის და მომდევნო პოლიტიკას ხომ მოვესწარი სულ სიცრუეა ეს არის ნორმად და იმ სივრცეში სადაც ჩვენ ცხოვრობთ ეს ნორმაა და ეს არის ტრადიცია აი მაგალითად უმთავრესი ტყუილი ვერ გავიგე ეს სიცრუე არის ნორმა და ნორმად აქციეს იმ სივრცეში იმ პოლიტიკურ სივრცეში სადაც ჩვენ გვიხდებოდა ცხოვრება სიცრუე პოლიტიკურ ცხოვრებაში იქცა ნორმათა და ტრადიციად აი მაგალითად ერთი მაგალითი რომელიც ძალიან ბევრს რამეს ასახავს დემოკრატიული ცენტრალიზმი იყო ვითომ სოციალიზმის მთავარი მონაპოვარი ხო სად შეიძლება იქ სტალინის და თუნდაც შემდგომ დათმობის პერიოდში დემოკრატიით იმართებოდა ის ქვეყანა შეიძლებოდა იმპერიის დემოკრატიულად მართვა ხო იყოს ის ხო იყო წინასწარ გამიზნული ხალხისთვის თვალებში ნაცრის მიღრა ხო ეს შესავალი გავაკეთე პატარა და დღესაც იგივეა რომ მელაპარაკები დემოკრატიაზე და ხან თავდაცვის მინისტრს იჭერ ქრთამისთვის თუ დემოკრატია არავინ არ თქვა ხო თქვა რატო არ მიაქციე ყურადღება რატო რეაგირება არ იყო ხან ერთხელ პრემიერი მეორედ პრემიერი ერთი პრემიერი უშიშროების მინისტრი და ესე შემდეგ თუ დემოკრატ ანუ ლაპარაკიც არ მინდა ხოლმე რა ეს ისეთი ბანალური თემაა რომელზეც კამათიც ზედმეტია ესე მიგვაჩვიეს და გონია რომ ეს ნორმა აი ბატონმა ზაური მეტყობა ამიტომ დაწერა მიჩვეულია იქ ვიღაც მოხდება ესე აუცილებლად უნდა მოიპაროს და უნდა იკურგოს ამიტომ დანაშაულად ვერ ფრის იმიტომ რომ ხალხი შეშინებულია და ხალხს ხელი აქვს ჩაქნეული რომ მისი სიმართლე იპოვის თუ არა თავის კვალს და შედეგს მოიტანს თუ არა და ამიტომ ამაზე ხელი აქვს ჩაქნეული და ოღონდ ჩემი ოჯახი და ჩემი თავი რა ვიარსებოდა ამ მაღალ მატერიებს ის უკვე აღარ ემიზნებს და აღარ წამოჭრის ხოლმე აი ეს არის ჩვენი უბედურება ეს არ არის დასავლეთ სივრცეში 100 არ არის თორე სიყალბე და ნაწილობრივ კორუფცია და ნეპოტიზმი სადაც ადამიანია იქ ყოველთვის არის მაგრამ ზომებს გააჩნია მაგრამ არის ბრძოლა მუდმივი არის ბრძოლა ხო მაგრამ იქ თუ იბრძვიან და რაღაც იმედი აქვს რომ შედეგი ექნება ამ ბრძოლას ჩვენთან ამაზეც ხელი აქვს ჩაქნეული ეხლა მე პირადად ცოტა სხვა თემაა მაგრამ მე გულით ვარ იმ ახალგაზრდებთან რომლებიც ვისთან იმ ახალგაზრდებთან რომლებიც რუსთაველზე ცხელა თუ ყინვა გამოდიან და იბრძვიან ითხოვენ სამართლიანობას მართალია მე ამის იმედი არ მაქვს რომ ასეთი ფორმებით ამის მიღწევა შეიძლება მაგრამ ის ახალგაზრდობა თავისი სუფთა და ჯანსაღი სულით მოითხოვს ამას რაც არის მართალი დიახ მაგრამ შედეგი იქნება თუ როგორ იქნება ეს არ არის შედეგი თავად ბრძოლა უნდა იყოს შედეგი იქნება თუ არ იქნება ბრძოლა მაინც უნდა იყოს დიახ აი ეს არის ბრძოლა მაინც უნდა იყოს და ახლა ამას რომ აგინებ ყოველ გამოსვლაზე აიგივე გვენეტაძე და მისი მაგვარი ხალხი აკაცუკები და გაყიდულები და მოსყიდულები და მოსყიდული ჩემი ორი პროფესორი ქალიშვილი იქ დადის ყოველ დღე
არაცდენს თავის გაკვეთილებს, თავის პროფესიონალურ მოვალეობას ასრულებს, მე ღამით მიდიან იქა. კვირაში ერთხელ მეც მიხვები. მე იქ ვერ ხედავ ვინმეს, რომელიც რაღაცნაირად იყოს დაფინანსებული ვიღაცის მიერ. ამ ხალხს უნდა რომ აი ის ახალგაზრდები, რომლებიც დაჭერილები არიან, თუნდაც ის ქალბატონი, ამაღლობელი მზია, რომელიც მე აშკარად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის არაადეკვატური მოქმედება ხელისუფლების მიერ. ჯერ ერთი ჩვენ ვიცით ივან ის გარეწარია ჩემთვის ის დგებუაძე და ახლა ამათ ეს კიდე ზევით აიყვანეს და თანამდებობამიცეს რაღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობა თურმე ახლა ხან გავიგე. და რა თქმა უნდა ეს ხალხი გამოდის და აპროტესტებს ამას. სხვა ამბავია რომ ხელისუფლება ყრუ და ბრმა აღმოჩნდა ამის მიმართ. მაგრამ ჩვენ რომ ინტელიგენტები ვართ და აი ედიშერი ვართ თუ იქ ვინც ქვია იმ სახელებს არ ვამბობ და ბევრი ასეთები ჩვენ რომ ხარს უჭერთ ხელისუფლებას ამ ხალხს გულანთებულ პატრიოტებს რომლებიც პროგრესისათვის იბრძვიან ამათ დესტრუქციულ ძალას უწოდებთ აი ეს არის რომ მე ძალიან მაღელვებს ჯო განათლებული კაცი კულტურული კაცი პატრიოტი კაცი როგორ შეიძლება ასეთნაირად ექცეოდე აი მოწინავე მე მგონია რომ ისინი არიან მოწინავეები ისინი არიან გაბედული ხალხი იმათ არ ეშინიათ ხან იქ დაიჭერენ ახლა ტროტუარზე იჭერენ გზაზე იჭერენ კიდე რაღაცებს პროვოკაციებს უკეთებენ აჯარიმებენ და მაინც აკეთებენ და ის მაშინ ხო გახსოვთ შარშან იმ ზამთარში ცივწყალს რომ მიუშვერდნენ და ესენი ცეკვავდნენ ეს ახალგაზრდები და რეებს აკეთებდნენ ეს ხალხი ხომ გულანთებული პატრიოტები არიან და ჩვენ ინტელიგენცია რო გვქვია ასეთ ლანძღვა გინებით მაინც ნუ მიმართავთ კაც ამ ხალხს არ მიყვარს ხოლმე კერძო ადამიანზე რაღაცა, მაგრამ რა ხამ ახსენეთ და რა ხამ ვინც ახსენეთ ის ისტორიკოსია. დიახ. ორივე სიტყვა უნდა ვთქვა. დიახ. მით უმეტეს რომ Facebook-ში არ მორიდებია და მაგრიტიკებს ხოლმე რაც არ მოეწონება და ძალიან ისე და უნდა ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, ხო? დიახ. ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ არ იყოს ისტორიკოსი, არაფერს არ ვიტყოდი, მაგრამ ეს ბოლო 2 წელია თუ რაღაცა ჩემდა გასაკვირად ისტორიკოსი ცოტა მართალია ნათქვამი არ ისტორიკოს ეროვნება არ უნდა ჰქონდესო, იმიტომ რომ ობიექტური უნდა იყოს და ანუ გაუჭირდება ისტორიკოს მაინც ეროვნებია ეთნიკური ამბებია და მაინც რაღაც მთლად ობიექტური ვერ არის, მაგრამ როგორც ეს კაცი არის არა ობიექტური და როგორც არის სამთავრობო იმისკენ გადახრილი, აი თვალშისაცემად. ხანდახან იწვიმე პარება ხოლმე რომ ხომ არ ფინანსდება მეთქი და ამიტომ ხო არ აკეთებს. რაც მთავრობები იცვლებიან, ეს არის ხვალე აღარ არის. რამდენი მთავრობა გამოიცვალა ჩვენს და შენ კიდე როგორც სპეციალისტი და როგორც თანამოქალაქე ღირსეული უნდა დარჩე და არ უნდა შეგწყვეს. მე ზოგიერთი რამე ისეთი არ უნდა თქვა და მithumetes დაწერო. რომელიც მე მთავრობის შეცვლისა და პოლიტიკის შეცვლის შემდეგ შეგარწყვეს. შეგარწყვეს სტუდენტებში, შვილიშვილებში და ასე შემდეგ. ესე არ არის. მე დავესესხები ისე ბატონ ამ მიმართულებით იგივე შაშიაშვილმა თავის გამოსვლაში თქვა რომ ესე იგი ამ ჩვენს პარლამენტში ძალიან ბევრია კანონური ქურდების ნათლულები მათი მეგობრები მათი ბიზნეს პარტნიორები ხახო ჩვენ კრიმინალური ხელისუფლების პირობებში ფუნქციონირებთ და თუ ხმა არ ამოვიღეთ თუ არ თქვით ის მაინც არ თქვით რომ ჩვენ ხედავთ ამას არ გჯერათ ჩვენ თქვენ არც ერთ სერიოზულ დოკუმენტს ესე იგი ღიად არ დებთ და ჩვენ არ ჩაგვახედებთ შიგნით ჩვენ არ გვინახია ხელშეკრულება ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით რო იყო ჩვენ არ გვინახია აი ახლა არაბებთან ხელშეკრულება დადეს და ჩვენ ხედავთ რომ იქ ერთ კაპიკსაც არ დებს არაბული მხარე ეს ფაქტიურად ჩვენი მიწები ჩაიდო და ეს არის გარანტია იმისა რომ ვიღაცა წინასწარი იყიდის ამ
აქ ჯერ აუშენებელ შახს და ნუ ეს კომბინაცია და ისევ ეს ბატონი ბიძინა გააკეთებს უამრავ ფულს და იქ პატარა წრე სამთავრობო და აქ ჩვენ გვეყოლება ესე გვექნება გავარესებული დემოგრაფიული მდგომარეობა და საერთოდ ძალიან საშიშ ზღვარს მივადექით უკვე გუშინელი ხელმოწერები გუში წირო მოაწერეს ხელი ესე ელექტრონული ვერსიით იქნება ხელმოწერა არაბი სადღაც არის და იყიდის აქ უძრავ ქონებას ამის მოსმენ და წაკითხვისას დამაინტერესა რაღა დარჩა რა უძრავი ქონება დარჩა ქარხნები აღარ არის ფაბრიკები აღარ არის ხო დარჩა მიწა და კერძო ოჯახების სახლები ხო ანუ ესენი უნდა ამის გულისთვის იქნა ეს ხელმოწერილი არ ვიცი ისევე როგორც არაბულ ინვესტიციაზე ჩვენ არ ვიცით რა ხდება მე მაგალითად არ ვიცი და მაინტერესებს ვიცოდე რამდენი ადამიანისთვის შენდება ეს 6 მილიარდის ინვესტიციით აშენებული შენობები, სახლები, რამდენ ადამიანზე იქნება. 60% ითქვა, რომ ეს იქნება თქვენი არ იქნება და იყიდიან უცხოელები. უცხოელები ახლა გერმანელი აქ არ ჩამოვა და ფრანგი, ხო იყიდიან ვინ? ან არაბები, ან პაკისტანი და ან ინდოეთი და რაღაცა, ხო? და ასეთი კითხვა მაქვს მე. თბილისი ისედაც თავკომბალად არის ქცეული, ნახევარზე მეტი საქართველოს მოსახლეობა აქაა. საშინელებაა მე მაგალითად ქუჩაში აღარ გამოვდივარ, პატარა ბოსტანი მაქვს და იქ აფუსფუსებ ხოლმე, იმიტომ რომ აუტანელია ჩემთვის ესეთი ქაოტური ქალაქი. ესე გადატვირთულია ტრანსპორტით და 100-ია გაჯერებული გამონაბოლქვებით. რომელიც ბოლოს ადამიანზე და იწვევს 1000 გვარ დაავადებას, ხო? Რაღა საჭიროა რაღაც ქალაქის დაბადება, რისთვის? მით უმეტეს თქვენ ამბობთ და საფუძველი აქვს მაგაზს, რომ ისინი არაფერს არ ადებენ, ჩვენია მიწა და იმათია ჰაერი, ამ ჰაერს უკვე მე მგონი დაიწყო გაყიდვები. ხო და აი ამ ჰაერით აღებული ფული ტრიალებს და აი ესეთი რაღაცებია. შეგვახედეთ რა, არ ვიმსახურებთ. მე რა მაკვირებს იცით? ზოგიერთი ჩვენი თანამომამულე ძალიან იცავს და ზოგიერთი იცავს ისეთიც, რომელიც მე მიკვირს, რომ ეს როგორ იცავს, კაცო, აქამდე სულ პატრიოტი იყო და მაგალითად ამ ზურგზე მიწები რო იყიდება, ზურგზე ხო არ მოიკიდებენ. კაცო, ჩვენ წინაპრები რო ებრძოდნენ რა, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ამიწას ზურგზე არ მოიკიდებენ, ზურგზე კი არ მოიკიდებენ, აქ დასახლდებიან და გამრავლებიან და ჩვენ ისედაც აი გაუკვირდებათ ხოლმე რომ ვამბობ, რომ ეს ხო არ არის დამალული ციფრები, რომ ისედაც უმცირესობაშია ქართველი ენა, ხო? 3 და 7 მილიონიდან 1 და 2 და 3 მილიონი ვართ ქართველები. არა, კატასტროფულ მდგომარეობაში. მაინც ყოველ ქუჩაზე და თბილისში 1000 ადგილას უნდა მეჩეთი აშენდეს და მოლებმა იქიდან მოგვიწოდო ხოლმე დილის 5 საათიდან რომ გავიგოთ, რომ ეს უკვე ქართული აღარ არის. აი, რა შემოვიტანს ის ინვესტიციები ჩემთვის როგორც ეკონომისტისთვის, როგორც ადამიანისთვის, გაუგებარია და ჩემს წინააღმდეგობას იწვევს. რა ვიცი, იქნებ ვწდები ღმერთმა ქნას მაგრამ. ბატონო, ფაქტი ერთია, რომ ყველა მოქმედება, რომელიც ხორციელდება ამ ხელისუფლების მიერ, არის საზიანო ქვეყნისთვის. ყველა მოქმედება. ახლა ავიღოთ განათლების რეფორმა. აი გუშინ ერთ-ერთ ტელევიზიაში იყო და იქ გამოდიოდნენ და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი მაგალითად განათლების არა, კულტურის სამინისტრო, რომელსაც რაღაცნაირად ემორჩილება სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და კიდე ასეთი კულტურა. ესე იგი, მიმართულების პროფესორების შემცირება უნდათ. არის მაგალითად რაღაც ერთი მიმართულება, ნუ საფორტეპიანო დავუშვათ 3 პროფესორია, იქ ერთი უნდა დარჩესო. კარნახობს სამინისტრო, იმიტომ რომ ის ჩარჩო კანონი მიიღეს რეფორმაზე და ახლა ესე იგი ესენი უკვე იწყებენ განხორციელებას და უკვე ხმები ხო იცით გამოდიან იქედანაც იქ ხალხი არის ჩვეულებრივ იმას ვიღაც ნათესა ვიყავს და ყველა მიხვდა ახლა და უკვე ასე ვთქვათ აღელვებული ხალხი გძნობს რომ ყველა ის რომელიც რაღაცნაირად კრიტიკულად არის ხელისუფლების მიმართ განწყობილი, აი მათ ყველას მოაშორებენ იმ სამსახურიდან. ეს იქნება პირველ რიგში პროფესურა და შემდეგ იქ ვინც არის
პედაგოგები. ესე იგი ეს ღონისძიება რეფორმა განათლების ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ამოცანას შეზღუდონ, გაყარონ, აიძულონ, წავიდეს ამ ორგანიზაციიდან და ქვეყნიდანაც. ახლა ცნობილი პროფესორი თუ მოხსნი იქიდან საშუალება არ ექნება, ესე უნდა წავიდეს და ეძებოს სხვა ქვეყანაში. იქ უნდა წავიდეს. რას აკეთებს ეს ხელისუფლება და მე ხელისუფლებას არ მიმართა, მე ვიცი რომ თქვენ ყველანი ხართ ქვეყნის მტრები. მე უკვე ხელისუფლების არანაირი იმედი არ მაქვს, მაგრამ მე ვეუბნებით მათ, ვინც ხარს უჭერთ ამ ხელისუფლებას. ამიხსენით ერთი, როგორ შეიძლება ეს რეფორმად ჩაითვალოს და ვის შეუძლია ამისგან რაღაც სიკეთის მოლოდინში იყოს. ეს ხომ პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინას კლანს უნდა მოიშოროს ყველა სფეროში თავისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები. ეს ფაქტიურად ირანიზაცია ხდება. ირანშიც იგივე არ ხდება? აბა რა არის მეტი? ყველას უნდა რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისი ყურმოჭრილი მონები და ეს ჩვენი საზოგადოება ერთშენიერ დღეს ჯერ უკვე აი იმ ინტელიგენციას ვეუბნები, ვინც ხარს უჭერს, თქვენ ხართ მონები, მოსყიდული მონები, ან და უბრალოდ მშიშარა ხალხი. ასე არ შეიძლება ქვეყანა ასე არ შენდება. რაღაც ესე იგი მოიკრიბოთ, უნდა ძალხონე, უნდა მოიკრიბოთ გამბედაობა და გამოხვიდეთ უნდა და თქვათ თქვენი დამოკიდებულება, რომ ეს ასე არ შეიძლება, ეს ასე არ ვარგა და თუ მართლა მოგწონთ, მაშინ მოგზავნით ბატონო და დაგვისაბუთეთ, იქნებ ჩვენ ტყილა ვღელავთ და ტყილა ნერვიულობთ. ამიტომ იყო მე ბატონ ედიშერს თხოვე, მოგზავნით ჩემთან, ან შენთან მოვალ და ამ დამიმტკიცე, რომ მართლა ასეა და ისე არ არის, როგორც მე ვფიქრობ. არა, არ მართალი. ბატონო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კამათში ვერ შემოვალ, იმიტომ რომ ნაკლები ვიცი. თუმცა ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგალითად როგორ უნდა მოხდეს, რომ ერთ ქალაქში იყოს ერთი მიმართულებით. მაგრამ რანაირად, ესე იგი თბილისში რა მარტო დავუშვათ ეკონომისტებს დატოვებ, იურისტებს გადაიყვანთ ჩოხატაურში? ის არის ის ქალაქი ამისთვის მზად? არ ვიცი. ამიტომ გეუბნებით, რომ ამ კამათში მე ვერ შემოვალ, მე ეს არ ვიცი. ძალიან ბუნდოვანია ჩემთვის და ძალიან წარმოუდგენელია, როგორ აკეთებენ და რატომ აკეთებენ. რა მიზნით აკეთებენ. კარგით, ეს ბუნდოვანია, მაგრამ ეს მაინც ხომ იცით, რომ აი ამ კომისია რომელიც დაიწერა რეფორმის, არც ერთი პროფესიონალი შეყვანილი არ არის. მინისტრები და ესეთი ხალხია. მინისტრები და ეს პარლამენტარები და ისინი, ახლა პარლამენტის დონე ჩვენ ვიცით, მინისტრები ხედავთ ყოველი მეორე კრიმინალია, უკვე თვითონვე დაიჭირეს ციხეში ზიან და ეს პრემიერი, ორჯის პრემიერი, ის წინა პრემიერიც ფაქტიურად დასაჭერია, ხო, მილიონები გაფლანგავო კვირიკაშვილზე ამბობდნენ, ის კიდე ერთი გახარია, გაიქცა, თორემ აქ რო იყოს დაიჭერდნენ. მთელი ეს 12 წლის მანძილზე ვინც ჩვენ ხელმძღვანელობდა და ვინც მთავრობაში იყო, ყველა კრიმინალები აღმოჩნდა თავისივე აღიარებით და თავიანთი მოქმედებით. ასეა. როგორი სირცხვილია და როგორი ტრაგედიაა ერისთვის, რომ ვერ იძებნება ისეთი ხალხი, რომ მარტო საკუთარი ჯიბისთვის კი არ მუშაობს და ქვეყნისთვის კი არ მუშაობს, საკუთარი ჯიბისთვის მუშაობს, როგორც გამოირკვა და რაც უნდა მოველოდეთ შორეულ კი არა უახლოეს ხანებში, რავი, შეიძლება ლოგიკით გამოვიყვანოთ იქიდან რაც მოხდა, რა შეიძლება მოხდეს. არაფერი კარგი ალბათ ამ მიმართულებით. განავროს, აი ახლა პირდაპირ ეთერში ვართ და მინდა მოგმართოთ. ჩვენ მეცნიერთა კონგრესი, ჩვენი წევრები იყვნენ სხვათა შორის ანზორი რქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ გახუკიძე, აკადემიკოსი, ძალიან ბევრი მეცნიერები, დამაარსებლები და ფუძემდებლები გითხარით ტელევიზიის, ესე იგი მერაბ
ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, აი ასეთი ადამიანები, ხეიძე, მოცეკვავე იყო ეს ჩვენი გენიალური პიროვნება, სარაქვია მაგას ფოცხიშვილების სამეფო ანსამბლი, რომ არის მისი დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი, ჩვენი დამფუძნებელი ერთ-ერთი და ჩვენი წევრი იყო, აი ასეთი ხალხის მიერა ეს მეცნიერთა კონგრესი შექმნილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ვალდებულება არის სწორი პოლიტიკის გამომუშავება, ჩვენი ვალდებულება არ არის ხელისუფლებაში მოვიდეთ და ჩვენ განვახორციელოთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, რომ აი პროგრამა და აი ეს პროგრამა თუ შესრულდება, ვეუბნებით, რომ ქვეყანა დადგება სწორ გზაზე და ვეუბნებით, რომ აი ვინც აღიარებს ამ პროგრამას, ანდა თვითონ გადაამუშავების რაღაცა სრულყოფილი არაფერი არ არის და შეიძლება მოვიდეს, დაგვეხმაროს, აიღოს, თვითონ გახდეს თანაავტორი ამისი და ვინც ამას აღიარებს, იმას მივცეთ ხმა და შესაბამისად, ესე იგი კონტროლის სისტემა დავამყაროთ. აი ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ამას ვემსახურებით. მე მინდა რომ აი თქვენისთანა კაცი ანალიტიკურად აზროვნებთ, დიდი გამოცდილება გაქვთ, რომ მიიღოთ ჩვენს მუშაობაში მონაწილეობა და მე ვფიქრობ, რომ თქვენ შეგიძლიათ აი იყოთ წამყვანი ერთი გადაცემის ამ ტელევიზიიდან და მე ასე ვფიქრობ, რომ ჯერ ერთი ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიფიქროთ რა თემასაც აირჩევთ, მაგრამ მე მინდა რომ თქვენ ევროპაზე, ევროპულ ცივილიზაციაზე და ჩვენ შორის ასე ვთქვათ როგორი შეხება არის და რაში არის ისინი მისაბაძი და რაში არ არის მისაბაძი. ახლა ეს თემა, რომელიც LGBT თემა მოიყვანეს და ამით გვაშინებენ ხალხს, აი მე სულ მინდა ერთი გადაცემა მიუძღვა ამას, მაგრამ ვერც ერთი სექსოლოგი ვერ დავითანხმე. ყველას ეშინია მოსვლის. საქმე იმაშია, რომ ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება პედალირებს, აი ამ LGBT თემით, ეს სისულელეა, არ არის ეს სინამდვილეში ასე და ჩვენ არავინ არ გვემუქრება, რომ მოვა და ჩვენ ცოლად შეგვითავენ ქართველ მამაკაცებს. სისულელეა ეს. მე ძალიან მოკლედ რომ რახან შევეხე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტი დაფიქსირებულია 2.5% ბრიტანეთში. ეს სექსუალური განსხვავებული ადამიანები და ყველაზე ნაკლები რომელიღაც იტალიაში მე მგონი 1.5%. ნუ იქ სადაც ნაკლები არის დაფიქსირებული, შეიძლება იქ აი ჩვენისთანა ქვეყანაში ახლა რომ მოინდომოდა შეფასება მოგინდეს, დაგიმალავენ ინფორმაციას, ყველა ხო არ იტყვის რომ მე ასეთი ვარო. და ამიტომ აქ შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ სინამდვილეში იქ სადაც არ მალავენ, არ ცხენია, იგივე ჰოლანდიაში და ბრიტანეთში, მე ვფიქრობ რომ ის არის მაქსიმალური, რომელიც შეიძლება ნებისმიერ პოპულაციაში იყოს. ესე იგი 2.5 ეს ჩვეულებრივად, ბუნებრივად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი იბადებიან. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამისგან შექმნა აი ამ პრობლემის და ამის გამო მთელი დასავლეთი უარყო იმისათვის, რომ შეუძრე რუსეთს და შეაყვარო შენ ხალხს ეს რუსეთი. რუსეთი ჩვენ კი არ გძულს, მაგრამ დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო არის საძულველი. არანაირი დემოკრატია იქ არ არის, არანაირი სოციალური და სხვა რაღაც სიკეთეები ხალხისთვის არ არის. მთელი ეს სიმდიდრე რუსული წიაღისეულებზე ის მიდის სხვა ქვეყნების დამორჩილებაზე და გაუბედურებაზე და ომზე. და ეგ მთელი ციმბირი იყინება დღეს რუსული ციმბირი. და ყველა უკვე ხვდება, რომ 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრს დაკარგავს ალბათ რუსეთი, ჩინეთი მიერთებს იმას. ყველა ყოველ დღეს წერენ ამას, თვითონ რუსები წერენ. და ჩვენ გინდა თუ არა ამბობ, რომ აი იქ LGBT ჯერეთი ვინ გაძალებს, არ მიუღია ის კანონი, გინდა თუ არა ცოლად შეცვლა მიეცინება. იტალიას არ აქვს ეს კანონი და რამოდენიმე ქვეყანას ევროპაში არ აქვს. არ ჩვენ არავინ ამას არ გვაძალებს ხალხო. ესე იგი ატყუილებთ ხალხს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, აუცილებელია ამ კანონის მიღება. არ მივიღოთ ეს კანონი.
არავინ ამას არ გვაძლევს. ისე როგორც არავინ არ გვაძლევს ჩვენ რუსეთს ვეომოთ. და აგერ ბატონო ჩვენ როგორც კი ეს ომი დაიწყო და სანქციები დაუწეს იმის შემდეგ ჩვენ გაზის შესყიდვა გავასამაგეთ რომ იმან მეტი მიიღოს იქ სხვაგან დაკარგა ჩვენგან კომპენსაცია რომ მიიღოს და უამრავ რაღაცას შეღავათებს უწევთ რუსეთს სოფლიოს საწინააღმდეგოდ და ევროპის და ამერიკის სანქციების საწინააღმდეგოდ და ეს რომ გაამართლო იგონებ ტყუილებს ჩვენ რა ვქნათ ბატონო მე დათქვენ რახა მე ეს თემა წამოჭერით დიდი ცოდნი ამის არ ვარ მაგრამ ჩემი დაკვირვებით გეტყვით დიახ თითქოს ევროპა განგებ მისცა ჩვენს პოლიტიკოსებს ეს თემა თავისი წაქეზებით ასეთი ხალხისა რომ დემონსტრაციების ჩატარება რაღაცა პოდკასტები ესენი რომ გაეაქტიურებინათ თითქოს ამით უნდათ რომ ესე იგი როგორც ბერკეტი მისცეს რომ ხომ არა ცდილობენ მეთქი ამითაც ევროპელები რომ ჩამოგხსნან ჩამოგვიცილონ არ ვიცი ეგ საინტერესო ხედვა არ ვიცი იმიტომ რომ ამდენი ინსტიტუტები აქვს კაცო ევროპაში და ყველა ქვეყანაზე თითქმის ცალკე ინსტიტუტია და არიციან რომ ქართველები ტრადიციული ხალხია და ასეთ სისულელეებს არ მიიღებენ კი რაღა გულიამერია ერთ-ერთი ტელევიზიაში ვნახე მიწვეული ყავდათ ორი კაცი და ცოლ-ქმარი ვართო კაცო და ეს საქართველოში და ეს ხო მარტო აქაური ინიციატივა არ არის ეს წაქეზებული ხოა არ არის ხო და რა განგებარი გაკეთე უბრალოდ დაფინანსება ხო უნდა კაცო ამ ყველაფერს ხო აფინანსება ქალი რო გამოდის და ჩემიაო და არ გავთხოვდები მინდა გავთხოვდები მინდა ეს ერის გამრავლება შეუწყობს ხელს ეს დაფინანსებული არ არის იმას ხო რაღაც ფონდი ეხმარება აბა თავის პულით გამოდის და ამას ყვირის და ხალხს იზიდავს ეს ჩემი ეჭვია შეიძლება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ ასეთ საკითხს სჭირდება სერიოზული განხილვა ასე ვთქვათ მეცნიერული მიდგომა სპეციალისტები და არა ისე რომ პოლიტიკოსი გამოდის და ახლა იქ ვინ არის იქ ზაქარაია თუ რა გვარია ის ზარქუა ნებისმიერ თემაზე რომ გამოვა და ჭკუას გვასწავლის და იქ ეს სპორტსმენები რო მთელი წელიწადი ახლა არ გამიგია მაგათი არც ერთის. ნუ შეკრიბეს ხალხი ნუ ფაქტიურად იმისათვის რომ ხელი აწიონ, დაწიონ და ხელფასი მიიღონ და თქვან რომ აი ეს ჩვენი ხარდამჭერებია. ზარქუა რო ახსენეთ, გამახსენდა მუხრანის ლექსი რომ თამარის ადგილს იჭერს ზარქუა გვეცლება ქართლი თვალს და ხელშუა. ალექსეს. არა ეს მუხრანისაა კაც. მუხრანის. მაგრამ იქ შეიძლება ზარქუა არ არის სხვაგვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ზარქუას ახსენებენ და ეს ლექსი გამახსენდა მუხრანის რომ თამარის ადგილს იჭერს ზარქუა გვეცლება ქართლი თვალსა და ხელშუა. და საინტერესოა. მოკლედ პრობლემები ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ აი მეცნიერთა კონგრესი ახლა ვემზადებით გელათის კონგრესისათვის. ჩვენ ყოველ წელს 8 თებერვალს დავითობას მივდივართ გელათში და ჩვენ სათქმელს იქედან ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას წელს იგივეს გავიმეორებთ. ჩვენ ძირითად პროგრამას, ჩვენი მოქმედების გეგმას იქ გავაშლერებთ და იმისათვის რომ მოვემზადოთ უკეთ აი ამ ღონისძიებისათვის ჩვენ 17-ში ზეგ აქ გვექნება ჩვენი აქტივის შეხვედრა. მე პირადად დიდი სიამოვნებით მოგიწევდით თქვენ თუ მობრძანდებით შაბათი დღე არის 5 საათზე აგერ აქ გვერდით ოთახში ვიქნებით ამდენ შეიძლება ქვევით მეორე სართულზე უფრო გააჩნია რამდენი ვიქნებით, ნუ ყოველ შემთხვევაში 30-დან 40 კაცამდე ველოდებით და ჩემი ამოცანა მათ შორის არის აი თქვენისთანა ხალხის ჩართვა იმ საქმიანობაში, რომელსაც ჩვენ ვეწევით და მე დაწუნებული ვარ რომ კარგ საქმიანობას ვეწევით. ახლა ედიშერ პერიოდაზეც მიაჩნია რომ შენო მოხუცი ხარ და სახში დაჯეკი გაანებე თავი. ასე ნუ ჯერ ერთი თავხედურადაც იქცევა. არც თვითონ არის ყმაწვილი და ეგ რასათქმელია საერთოდ.
რამე რო იყოს მზათავა რინგზე გამოვიდე მასთან გამოდი ბატონები შენ მე მზათავა თქვენ მიაქცევთ ჩემს წვევალებას მაგრამ უჯებესია ამ არენაზე შევხვდეთ და პირდაპირ უყუროთ თვალებში და ისე ვილაპარაკოთ აი როგორ შეძლებთ თქვენ იმ თქვენი საყვარელი ბელადის გამართლებას იმ უამრავ დანაშაულში რომელიც მას აქვს ჩადენილი ჯერეთი როგორ შეიძლება 13 წლის მანძილზე ამდენი კრიმინალი მის მიერ დასახელებული ხო აი დაჭერილი და ერთი კიდე გომელაური სახლის გაუსწრებლობის იმით არის სახში ესე იგი ის კრიმინალი და საჭერია ხო და ამის შემდეგ კიდე ვიღაცა ფიქრობს რომ ამ კაცს შეუძლია რამე სიკეთე მოიტანოს ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რომ აი იგივე ბიტკოინების ამბავი ავიღოთ მე ჩემმა შვილმა 100,000 ლარი აიღო სესხი იყიდა ეს ის რა ქვია მაგას მოწყობილობები ელექტრონული და ორ თვეში მიხვდა რომ გაკოტრდა და ის ვალი იმას იხდის ახლაც ესე იგი 23 თეთრი ღირს კილოვატი იმას თურმე 5 თეთრად აქვს იმას 185 თუ რაღაცა გექტარია თუ რაღაც მიწა ის 1 ლარად იყიდა მილიონები ღირს გადასახადს არ იხდის და თქვენი ვაჟიც იმუშავებდა მოგებით თუ კი ამ პირობებს შეუქმნიდით ხო რა თქმა უნდა ამას რომ პირველი კაცი იკადრებ ყველაფერს თელს სახელმწიფო და მე იქ რაღაც ინფრასტრუქტურა იყო საჭირო თურმე უნდა გზები და რაღაცები ეს კიდე ყველაფერი ბიუჯეტს დააწერა ბიუჯეტს გააკეთებინა და თქვენ მეუბნებით რომ ბიზნეს მადლობელი უნდა ვიყო და ესე იგი უმადური ვარ თურმე მე და ჩემი სტანები ყაჩაღია ის ბიზნესა ყაჩაღია კაცი რომელსაც აქვს რუსების იმედი იმათი ძალა მოვიდა და ბატონობს და მონებად გვაქცევს და მე თქვენ მოგმართავთ ბიზნეს მომხრებო ინტელიგენციის წარმომადგენლებო გააყილეთ თვალები დააკვირდით რას აკეთებს და ვინ ახართ თქვენ არ იქნება ის თელი ციცოცხლე მაგით თვითონა გადასარჩენი სხვათა შორის ჭუა რო კონდეს აი ჩვენი პროგრამები და ჩვენი საზოგადოების წევრებს უნდა უხმობდეს და ამათგან იღებდეს რჩევებს და არა იმისგან ფაცხალაძისაგან და იმ ქურდებისგან და იმ შილსაც დაღუპავს ახლა შილსაც დაღუპავს რომელმა პოლიტიკურმა თუ საზოგადო მოღვაწემ მოიგო და გაიტანა თავის ცხოვრება ბოლომდე ქურდებთან ურთიერთობით ბატონო ამროს თქვენ იცით ასეთ შემთხვევა რა ვქნათ თევზივით პირში წყალი გვიდგა პასუხი მომეცით თანამშრომლობ ჩვენთან თუ არა დაფიქრდებით ბატონო არა ამას დაფიქრება არ უნდა ბატონო ახში თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ტელევიზორში გამოსვლასთან დაკავშირებით ხო დიახ მაგრამ თქვენ გაქვთ რაღაცა ისეთი მიმზიდველი რომ დაგეთახმე და უკვე მეორეთაც ვზივარ აქ რა მოაქვს ამ ჩემს ლაპარაკს არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მიყვარს ხოლმე ტელევიზორში მოაქვს ის რომ თქვენისთან ავტორიტეტი რომ ამ პოზიციაზე დგას ეს ბევრისთვის სამაგალითო უნდა გახდეს აი ეს არის მე თქვენ როგორც აი ამ შემთხვევაში გაბედულ კაცად მიმაჩნიხართ ჩვენი უბედურება არის ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები რომლებიც დგანან აი იმ ხარეს ხელისუფლების ხარეს ისინი დგანან იმიტომ რომ შიშრები არიან და ვერ ბედავენ თორემ იციან რა უნდა თქვან მაგრამ ვერ ბედავენ ხო შეიძლება ისიც მივიჩნიოთ რომ მათ მართლაც გონიათ რომ ესეა ესეთი ცოტა რაოდენობა კი ბატონო ცოტა რაოდენობა დანარჩენი ახლა როგორ დავიჯერ ახლა წერილები და ეს პოეტები და რეჟისორები და ესენი ახლა ხარხელაური ჩვენი წევრია არიელ ხარხელაური ჯუბა ღებელი ჩვენი წევრია ერეკლე საღლიანი ჩვენი წევრია ჩვენთან დგას არის ხალხი რომელიც ამბობს სიმართლეს და რომელიც კარგ ანალიზს აკეთებს და რომელიც ძალიან ღელავს იმიტომ რომ ხედავენ რომ ქვეყანა არასწორად იმართება
ქვეყანა, ნუ ახლა რა ვთქვა ბატონო ამბროსი, აი ყაველაშვილი რა საპრეზიდენტო კაცია კაცო. რამდენ სისულელებს ლაპარაკობს კაცო, რა ხდება ეს ჩვენი ახალგაზრდობა ამდენის ციხეში ჩასმა, იმიტომ რომ არ გეთანხმება შენ იმაში რომ შენ ის რა ქვია მაგას ამაღლობელთან არ ახარ მართალი ხელისუფლება, არ ახარ მართალი კაცო 5 წელი მისცეს ხო? იმ ქალბატონს 5 წელი მისცეს და 5 წელი მისცეს აი ამ ყაჩაღ პრემიერ-მინისტრს, რომელიც იმის ახალგაზრდა კაცს საშუალება მიესცა ემსახურა თავისი ქვეყნისათვის, გაეკეთებია რაღაცა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს და ამ დროს თურმე დღე-დაღამე იმაზე ფიქრობდა, როგორ მოაგროვოს ეს მილიონები და დაქირავებული თვითმფრინავით აქეთ ამერიკას და ევროპას აგინებს და დაქირავებული თვითმფრინავით შვილი მიყავს ამერიკაში და იქ ასწავლის და იმას შენ არც იგი 5 წლით სვამ ციხეში და ამ ზია ამაღლობელს 5 წელს ესე იგი 5 წელი აკიდეთ. ნუ ეს ყველაფერი შედანებით არის ხო? ესე იგი შენ არანაირი სამართალი არ აქვს, შენ არანაირი ის რა ქვია მაგას შენ პოლიტიკა შენ საერთოდ პოლიტიკა არა, როდის რა უნდა იმას აკეთებს. ბატონო ახში. ბიძინამ ერთი პრეზიდენტი დანიშნა, განათლებული არ გაუმართლა. მეორე სულ კრიჭაში ჩაუდგა და რატო არ უნდა დაენიშნა ისეთი ადამიანი, ვინც მის ყველაფერს დაიჯერებდა. ახლა ყაველაშვილის თავისი არც პოზიცია და არც პოლიტიკა და რასაც ეტყვის ბიზნა გააკეთებს და გარეგნობითაც ცუდი კაცი არ არის და იყოს პრეზიდენტი თქვა ბიზნამ და დანიშნა კიდეც. არა, მე ამაში ბიზნას არ ვამტყუნებ. მე ვამტყუნებ იმას, ვისაც ეს ბიზნა უკავია და ფიქრობს რომ უნდა იყოს. აი მათ ვამტყუნებ. თვითონ ბიზნა არის კარიკატურული ფიგურა. იმ როლისთვის, რომელსაც ის ასრულებს. იქნება ყაველაშვილივით არც ბიზნას არ უნდა ის პოსტი, სადაც ახლა არის. ხო შეიძლება. მაგრამ ისია გაბმული ფულისგან იმისგან რომ ვინც გააკეთებინა ჩვენ გვანიშნებენ რომ ვამთავრდა სხვა ძალა არ აქვს. გავამთავროთ. კარგით. მოკლედ რითი დავამთავროთ. ჩვენ გავაგზავნოთ უნდა სიმართლის თქმა, ჩვენ გამოვიყენოთ უნდა ეს ტრიბუნა, რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ. რაც ამას ხო მე ვამბობ სიმართლეს ვაგვებ ანალიზს, აგერ ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკური მოღვაწე, განსაკუთრებით ის, ვინც ლიდერობაზე აპირებს განაცხადის გაკეთებას და იბრძვის ამისათვის და ჩვენ იქ გვაქვს ისეთი პუნქტები, რომლის დაცვა ჩვენ გადაგვარჩენს და არ დაუშვებს იმას უღირსი მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან საშიში. დამთავრდა გადაცემა, ხო? ჯერ კიდევ ვართ. რა უნდა მეკითხა? როგორია თქვენი პოზიცია ქართველთა ახალგაერთიანება როა გიორგი ხელიძე და ეს, ხო? დიდი გაერთიანება? ხო, როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში ურთიერთობა, თანამშრომლობა თუ რა? ეს გადავდოთ შემდეგისთვის ცოტა ძლად გამომივა და გასაგებია. მაგრამ კარგი კითხვა დასვა და ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ახალი ორგანიზაციები კი არ უნდა შევქმნათ, რაც არის იგმათგან ავირჩიოთ უკეთესი გავერთიანდეთ და თუ რაღაცა ჩვენი გვაქვს, მე ეს პრეტენზია მაქვს მათთან. მე უთხარი კიდევაც ერთ-ერთ მათ წარმომადგენლებს, რა არ მოგწონდათ ჩვენთან, აგერ იყავით და გეთქვათ, რაც გინდათ იქნებ ჩვენც მივიღოთ იგივე და ვიყოთ ერთად. ახლა ვიღაცას მომდება კიდე, ეს არის ქართული სენია. ქართული, რომ ყველას თვითონ უნდა ლიდერობა და ამიტომ ქრის ორგანიზაციას. ეს ძალიან მოკლედ. გასაგებია. მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ ხშირად ვნახავთ. მე ასე ვფიქრობ, რომ ბატონი ამბროსი იქნება ჩვენი მუდმივი წევრი და ჩვენთან ერთად ერთ-ერთი წამყვანი ამ ტელევიზიაში. დიდი მადლობა. კარგად გაგებოდეთ. ბატონო ახშის დიდი მადლობა.